სიმართლე გითხრათ, თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება. მე რა ვთქვი და გავიმეორებ მაშინ. მე არ ვთვლი რომ რომელიმე ცალკეაღებული პერსონა როგორც ასეთი მიპირისპირდება ან მე ვუპირისპირდები. ვიმეორებ თქვენის ნებართვით ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება, ფასეულობითი დაპირისპირება. აი ის მანკიერება რომელიც დიახაც აღმოსაფხრელი ქონდა ამ პარტიას, ხომ? და ამას ჩვენვე ვაღიარებდით პირველივე დღიდან ოპოზიციაში გადმოსვლის შემდეგ. აღმოჩნდა რომ არ არის აღმოფხრილი, ხომ? ამიტომ მე პერსონალურ დაპირისპირებაში შესაძლოა არ ვაპირებ. მე რომ ხედავდი ღიად გაცხადებულ დათო კეზერაშვილის განცხადებას, რომ დიახაც მე ვაინტერესებს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება და ეს თელმა საზოგადოებამ იცოდეს, ну და იგივეს ამბობდეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც ალბათ 4-ვე კანდიდატზე ერთად აღებული, უფრო აქტიურად არის ჩართული ამ საარჩევნო კამპანიაში და პრაქტიკულად არა, რეალურად არის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ერთი კონკრეტული კანდიდატის და ეს ყველაფერი იმალება, რატო არ ვცემთ პატივს ჩვენს ამორჩევლებს, ის რაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე თქვენს გადაცემაში 2020 წელს სექტემბრის თვეში ვთქვი. მაყურებელს შევახსენებ, რა თქვა რომ იქ სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია ვერ ხედავდა საკუთარ ადგილს. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. არანაირი დაპირისპირება, რომელიც გამოიყენა მავანმა თითქოს ნიკა მელიამ აქცია რახან დაშალა 14 ოქტომბერს და მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და პარტია არ არის საკმარისად აქტიური და ჩვენ დღემდე ვინაიდან ეს პრობლემები ვერ მოვაგვარეთ, აუცილებელია ცვლილებები პარტიაში. ამ პრობლემებთან არანაირი საერთო არ ქონდა 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ეხლა ვეცდები აუხსნა და მე ვფიქრობ საზოგადოება ძალიან მარტივად გააკეთებს დასკვნას სად არის სიმართლე. ეს დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილის შორის დაიწყო 2020 წელს, როდესაც მე გდანში ვიყრიდი კენს როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი და ამ დროისთვის მელიას არც აქცია ჰქონდა დაშლილი, არც მიხეილ სააკაშვილი იყო ციხეში და არც რაიმე სახის პრეტენზია არსებობდა. მაგრამ ეს დაპირისპირება მოხდა. მე ვანო მერაბიშვილზე ახლა როდესაც ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილი 2003-2012 წლის განმავლობაში. ამ ადამიანმა 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში ეხაც დაჰყო ბიძინა ივანიშვილის ციხეში და მე ვფიქრობ, რომ არ არის ბევრი ისეთი ადამიანი ჩემს გარშემო ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია 6 წელიწად და 9 თვე ციხეში სამარტოო საკანში იჯდეს. მე ამ პერიოდს არ ვეხები, მაგრამ ვეხები დიახაც იმას რასაც მე გადავაწდი თავად. მაგრამ აქვე სანამ თავარს ვიტყოდე, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამდე მე მას გარეთ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შევხვდი 2013 წელი. მასთან მე პრაქტიკულად ურთიერთობა არ მქონია. პირველად მე იგი ციხეში მოხვედრის შემდეგ, აი ესე ძალიან საფუძვლიანად ვნახე ციხეში, როდესაც უკვე დეპუტატი ვიყავი და მოვინახულე როგორც მოქმედი პარტიის გენერალური მდივანი, ანუ მოქმედი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. კანს მომდგარი იყო ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის დელეგატებს, პარტიის წევრებს უნდა აგვერჩია პოლიტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი ხელახლა. მაგრამ იქ გახსოვთ თქვენ უკვე პარტია იყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო, დიდი ნაწილი პარტიას გამოეყო და აფუძნა ევროპული საქართველოს როგორც პოლიტიკური გაერთიანება და ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარი იყო, სად იდგა ბატონი ვანო მერაბიშვილი, როცა ბევრი მისი მეგობარი იყო მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, აქაც ყავდა მას მეგობრები, მაგრამ შევედი მარტივი წინადადების განსახილველად მასთან. ვეუბნები ბატონს, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე დღეში ყრილობა სპორტის სასახლეში და ჩვენ უნდა აგირჩიოთ კვლავ თქვენ გენერალურ მდივნად. რაზეც მან კატეგორიული უარი განმიცხადა და მეტიც მთხოვა, რომ ეს არ გავაკეთოთ. ბუნებრივია, რატო ვისაუბრეთ ბევრი, მივხვდი, რომ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ მას არ უნდა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენმდივნობა,
მოვედით ჩემს კოლეგებთან ცენტრალურ ოფისში, განვიხილეთ ეს საკითხი, ხომ ჩემთვისაც ძალიან ძიმე იყო ეს პროცესი და არა მხოლოდ ჩემთვის, იმიტომ ყრილობა მოდიოდა, ამ ყრილობაზე ჩვენ პატიმარი ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადაგვეყენებინა და მე ვფიქრობ, ძალიან არასწორად გამოჩნდებოდა პარტიის პოზიცია. და რა გავაკეთეთ? პარტიამ მიუხედავად ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციისა, კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად სპორტის სასახლეში გამართულ პოლიტიკურ ყრილობაზე. ზუსტად მეორე დღეს გავწოდა ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ ჩვენ იგი გენერალურ მდივნად. ამიტომ ჩემთვის სიმართლე გითხრათ 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოზიცია მას პოლიტიკური ჰქონდა, არათუ არ იყო ცნობილი იყო, ვიცოდი რომ მინიმუმ ის არ იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი, ხო? მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მე როგორც მოკლედ ამ პარტიის აქტიური წარმომადგენელი, მე ჯერ არ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე იყო პარტიის თავმჯდომარე, მართლა როგორც 7 წელი საკანში გატარებულ ადამიანთა მიმართებაში ყოველთვის მოვიქცევი, რაც არ უნდა ჰქონდეს, არ ჰქონდეს შეთითქმული ჰქონდეს, გამოკეტილი იყო ადამიანი 7 წელი. მართლაც ეს ადამიანი გულში ჩავიკარე იმ გაგებით, რომ მას ყველა ტიპის პრობლემა, კომპლექსი თუ კი რამე შეიძლება და ჰქონოდა ახალ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებთან, ახალ მენეჯმენტთან მოხსნოდა და მე მას 6-ჯერ და ახლობით 7-ჯერ სახშიც კი ვეწვიე. ქონდა მასთან არაერთი სატელეფონო საუბარი. და ხო ის აუცილებლად რა ხდება 2020 წელს ვარ გლდანში ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში, მალევე იკევა რომ იქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს და ვებრძვით კახი კალაძეს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ეს არის არჩევნები, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავად მოვიდა გლდანში. არჩევნების წინა დღეს წარმოუდგენელი იყო ბევრისთვის, ხო? ოფისების გადაწვა, იარაღებით თავდასხმა და აი ამ პროცესში მე აღმოვაჩინე და ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა საარჩევნო შტაბის აქტიურმა წარმომადგენლებმა გლდანში, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ანუ ქართულ ოცნებას, არამედ ჩვენ ვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი. რაში გაირკვა ეს? ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. სად გამოჩნდა ვანოს ხელი? დანგრევაში. კონკრეტულ ადამიანებთან და ეს არ არის არც 3, არც 4 და არც 5. 10-მდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოების ცნობილი ადამიანებიც გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი, მელიაც საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ. გამოუნახეს საერთო შეხების წერტილები წამყვან ჩვენი შტაბის წევრებს, მე ხა ყველას ხო არ ვიცნობდი წლების განმავლობაში, ხო იმ გდანში უბრალოდ პროცესში გავიცანი, უამრავი ადამიანი 9 ოფისი გავხსენით, როდესაც ტრადიციულად 4 ოფისი ჭირდებოდა, ხო? და დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ შტაბში ადამიანთა რაოდენობა ცენტრალურ შტაბში მცირდება ჩემს გარშემო. ვანო იბარებდა თვითონ ამ მცირდება ჩემს გარშემო. მეტიც დაიკარგნენ ესენი ჩემი თვალთახედვის არიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შემდეგ და მადლობა ამ ადამიანებს იმისათვის, რაც გააკეთეს. იმიტომ რომ ამ ადამიანებს ყური რო ეგდოთ ვანო მერაბიშვილისთვის, დიახაც ის არჩევნები ჩაიშლებოდა და სიმართლე გლდანში, 1,5 მილიონი ქალაქში, სადაც 9 მილიონი ცხოვრობს გლდანის რაიონში. გამარჯვება ოპოზიციური პარტიისთვის, გამარჯვება ოპოზიციური პარტიის კანდიდატისთვის. არ იქნებოდა საერთო ოპოზიციური მოძრაობისთვის უდიდესი იმპულსი? სიმართლე გითხრათ, ოდესმე ეს ადამიანები გამოჩნდნენ 3 დღის შემდეგ და მომივიდნენ და მომიყვნენ სიმართლე, მე წარმოდგენა არ მაქვს. რა ხდება, ინგა? 3 დღის განმავლობაში წარმოდგენა არ მაქვს, მოვიდნენ ადამიანები, დათუთხულები, გაოცებულები და ფიქრობდით ეს ყველაფერი შენთვის მოგვეყოლა თუ არ მოგვეყოლა, ჩვენ ვიფიქრეთ 3 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაინც დამდგარიყავთ იქ სადაც ვდგავართ, მაგრამ რაღაცა პაუზის აღება დაგვჭირდა. დანა რო ჩაგეტყა ცისხლი არ წარმომივიდოდა ინგა, იმიტომ რომ მე მეგონა უპირისპირდები ახალგაზრდა პოლიტიკოსი
ძალიან უთანასწორო ბრძოლაში ბევრ ადამიანთან цаრიელ-ტარიელებს შიშველი ხელით და სიმართლით ბიძინა ივანიშვილის კალაძეს მის ასე თქვათ მეგობარს რომელებიც ხარჯავდნენ არ ვიცი ძალიან დიდ ფულს ლევან კობიაშვილი იყო იქ კანდიდატი თქვენ გახსოვთ რომელიც ახლა მესამეჯერ ხდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ისე რომ კონკურენტიც არის ხო და თურმე მე ვზვის ადამიანი რომელიც 7 წელიწადი საპატიმროში იყო კი ბატონო და ვისაუბრე და დასაფასებელია გამოდის და მიკეთებს ამას ნაცვლად იმისა რომ დამეხმაროს და აკეთებს ამ ყველაფერს მამულად დიახაც ანუ თვითონ ანუ იბადა რა იყო მისი მიზანი რატო მიზანი ეხლა ვაანალიზებ ესა ინგა არ ვიცი მე დაამწმუნდი იმიტომ ვახსენე პირველ რიგში ეს ბრძოლა საკუთარ სტუნებების მანკიერებების დამარცხების ბრძოლა შინაგანი ბრძოლაა რა ამას შიგნით ეს გააკ ეს შეგიძლია არ შეგიძლია და ამ ადამიანს თურმე შეძლებია ეს რატომ ეხა ხო შეიძლება კითხვა ლოგიკურია რატო ამ ადამიანმა ჩათვალა როგორ ჩანს ჩათვალა იმიტომ რომ მე ხარ რომ ვაანალიზებდი 2 წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ ხმა კრენტი არა მომიღია საჯარო სივრცეში არ გაგირკვევი არა თუ შეიძლება საუბრობ არ გინახავ სახში 7 ჯერ თუ იყავი მანამდე ნამყოფი შეიძლება მასთან მე მქონდა კომუნიკაციის იმ დღესვე რა თქმა უნდა იმ ცდელობა მაგრამ ის კონტაქტზე აღარ გამოვიდა ყველა მისი მეგობარი პარტიაში ვინც არის 20 წლის განმავლობაში დაწყებული არ ვიცი ბადრი ბასიშვილი ის გიორგი ბოტკოველი არ ვიცი რო არ გამოჩე ძალიან ბევრი ადამიანი მეორე დღესვე ვნახე ინგა და ეს ამბავი რასაც ახლა ყვები მოუყევი და ვეუბნები ხო მიცით პოლიტიკოსისთვის არჩევნები არის წმინდათა წინდა ხო თელი ჩვენი ასე თქვა ენერგია მიდის ამ ბრძოლაში თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე როგორ მოვიქცე ვეუბნები ადამიანი ამას მიკეთებდა ზურგს უკან არსებობს უამრავი ადამიანი ვინც იყო ამ ძალიან არაადამიანურ ძალიან ბოროტულ ასე თქვა სქემაში ჩართული რომლებიც წარმოადგენენ ვანო მერაბიშვილს ხო თქვენ როგორ მოიქცეოდით რამდენიმე მათგანი მაშინ კანდიდატიც იყო რიტორიკულ კითხვას უსმევდი და პასუხსაც მევცემდი მე ვიცი როგორც მოიქცეოდით და სწორადაც მოიქცეოდით მაგრამ მე ახლა სხვა პასუხისგებლობა მაქვს მეთქი ეს ყველაფერი ვერავინ ვერ უნდა გაიგოს საარჩევნო კამპანია ერთ ადამიანზე ვითხოვე რომელიც აქტიურად იყო ჩართული არ მინდა ხა ყველაფერს ხო სახელმწიფო რამიჩოვა თავარ ამბავს ყვები უბრალოდ ცენტრალურ ოფისში აღარ იაროს ამ ადამიანმა იმიტომ რომ ჩემთვის უბრალოდ შეუძლებელია კომუნიკაცია მე მანგრევდა მე მანგრევდა კარგად ორგანიზებული ჯგუფი ისე რომ წარმოდგენა არ მქონდა და ვერასოდეს ვერ გავიგებდი რომ არ ემძლავრა ამ ადამიანებში ღირსებას და პრინციპულობას რომლებაც ეს მე მომიყვნენ ამის შემდეგ მე ამ ადამიანებს ვთხოვე შეძლებთ თუ არა აი ამ გდანში აქტიურად ჩართულ ადამიანებს რომლებიც სარგებლობდნენ ძალიან მაღალი რეპუტაციით გდანში და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით გდანში იმ შედეგში რომელიც დაფიქსირდა ერთადერთი ოლქი იყო სამწუხაროდ რომელიც ჩვენ გავიმარჯვეთ და ქონდა ძალიან სერიოზული მოლოდინი რომ მოვიგებდით პირველივე ტურში ხო ვთხოვე რომ არჩევნების დამთავრებისთანავე გაიმართება პოლიტიკური საბჭო ჩემი ინიციატივით და მე რომ აი ამდენი ამბავი არ მოყვე მეგობრებო შეძლებთ თქვენ მოხვიდეთ პოლიტიკური საბჭოს დახურულ ხტომაზე და თავად მოყვეთ ეს შემზარავი ამბავი მე შესავალს გავაკეთებ დავთანხმდით შევთანხმდით მაგრამ დამთავრდა არჩევნები ისე როგორც დამთავრდა ბიძინა ივანიშვილი გდანში მოვიდა მათ შორის ვახსენე არჩევნებამდე წინა დღით ერთი დღით ადრე ეს ნიშნავდა რაღაცა ფარულ თუ ღია სიგნალის მიცემას თუ მიღებას ქართული ოცნების შტაბის წევრებისთვის და მეორე დღეს 7 უბანი დაგვირბიეს ინგა და ერთი თქვენს პირდაპირ ეთერში შეიარაღებულმა პირებმა და იმ დროს როდესაც ერთ უბანს არბევდნენ აი ასე იქ იყო მობილიზება ვიდეო კამერებისა და ტელევიზიის წარმომადგენლებისა, მაგრამ სხვა დანარჩენ უბნებზე ამდენი კამერა ხო არ გიყავთ, იქაც ანალოგიური მოხდა. და ამ დროს ვახსენე, თურმე არასაკეთებს ეს ადამიანი ვანო მერაბიშვილი დამთავრდა არჩევნები ისე როგორც დამთავრდა მეორე დღეს ხო გახსოვთ მოვიხსენით სამაჯური ეს ხმა რა გითხათ მზად ხარო კი ბატონო ინგა
კი, ნამდვილად. ეს არ არის არც 1, არც 2, არც 3 და არც 4 ადამიანი. დღეს იტყვიან ისინი არც 1, არც 2, არც 3 და არც 4 ადამიანი. მანუ იბარებდა და მელიას წინააღმდეგ ეს იცი ყველა პარტიაში ყველას გულისხმობ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ამ პოზიციებზე ასე ვთქვათ პოპ ლიდერებს გულისხმობ მათ შორის ვანო მერაბიშვილის უახლოეს მეგობრებს. 2 წელიწად ნახევარი მე ამ ყველაფერს არ ვსაუბრობდი და არც ვაპირებდი. ხო? მაგრამ მოვიხსენი სამაჯური, დაიწყო საპარლამენტო ბოიკოტი, აქციები, მერე მოხდა სამწუხაროდ გრიგოლ ვაშაძე წავიდა ისე როგორც წავიდა, მერე დამიჭირეს და არ იყო ამისი დრო, რომ პოლიტიკური საბჭო ეხლა მე მომეწვია და დამეწყო შიდა პარტიული გარჩევები. ამის შემდეგ გამოვედი ციხიდან, არა, რა გარკვევა უნდოდა ინგა. ადამიანი კონტაქტზე არ გამოდიოდა, ცხადზე უცხადესი იყო და პარტიის შიგნით ეს საკითხი პოლიტიკურ საბჭოზე აღარ დავაყენე, იმიტომ რომ მთელი პარტია უკვე ვიყავით ქუჩაში და იყო საპარლამენტო ბოიკოტი. ამის შემდეგ დამიჭირეს, ამის შემდეგ ციხიდან გამოვედი, დაიწყო საარჩევნო კამპანია, ამის შემდეგ დასრულდა კამპანია და მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში და ამის შემდეგ დაიწყო 24 თებერვალს ომი უკრაინაში. როდის რა მომენტში უნდა განმეხილანის პასუხისმგებლობა ხომ აქვს? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად პირველივე დღიდანვე ვიცოდი, რომ სწორი იყო, რომ საზოგადოებას პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის აქტიური ნაწილი რა ინფორმაციას ფლობდა